თბილისი 2015-ის რეგისტრირებულმა მოხალისეებმა სპორტულ კომპლექს არენა 2-ში სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. თბილისის 6 სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებელისთვის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა სტუდენტური ესტაფეტა მოაწყო. ესტაფეტაში 6 გუნდი ეჯიბრებოდა ერთმანეთს. გამარჯვებული ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი გახდა მეორე ადგილზე. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, ხოლო მესამეზე ალმა მატერი გავიდა. საქართველოში ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა თბილისი 2015 და გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო მაშინ და საკუთარი წვლილით შემეტანა მეც თვითონ და ვიმედოვნებ რომ დაგეგმილი ღონისძიება ძალიან კარგად ჩაივლის. თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტმა გადაწყვიტა რომ აი ამ სახით მიულოცოს ჩვენს მოხალისე სტუდენტებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ 1 მარტამდე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაწევრიანდეს, რათა ყველამ ერთად უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ ეს მართლაც ყველაზე უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენი ქვეყნის.